ძალიან ბევრი ამბობს რომ ის სკორტი იყო. ნელა წურწმებს ყავარ ხალხი დაბლოკილე ინსტაგრამზე და მგონი გამახსენდა ხო რატო? ერთადერთი საერთოდ არ შევეხები არის პოლიტიკა. ჩემთვის ყველაზე ლამაზია. მადლობა. აი ზუსტად questions for couples. იმიტომ რომ მეგობრები ღრმა ურთიერთობაში ესეც simple. We're having fun right now. Shut the fuck up. Stop burning the mood. აი შენ წარმომიდგენი ხარ რომ ანუ ბავშვები აზრს შევ თამაშობენ რომ ვიღაცა გოგოს თმასაც იწევ რომ არა მე ვარ სტელაო და უკვე. ასე. გამარჯობა მეგობრებო. მერაბა. Were you practicing? მომსადე სპონსორი როგორი იყო თქო? ანუ ჯერ თავიდან დაიწყო და მეთქი არა, იმიტომ რომ ვერ გავიხსენებ სამ როგორი იყო და მერაბა მეგობრებო. შენ თურქულის სკილები ძალიან მაღალ ლეველზე გაქვს, ამიტომ I'm sorry. სვეჩი არა უცებ დამავიწყე თორე. She is like a local there. და იცი რა სიტყვა ვიცი თურქულად ორსული, ჩემი დაქალი ხორცულად იყო და გამოვაშტერე ხალხი რომ სიტყვა ორსული ვიცოდი ჰამილე და რა ჰამილე? ხო რატო ვიცი აი ყველაზე embarrassing რაღაც თურქულ სერიალს უყურებდი და ეს თავი პერსონაჟი რაღაც მომიჩარი ორსულად და თავის ქმარს ეუბნება მაგას და ისე მომწონდა ეგ მომენტი რომ YouTube-ზე ვსერჩავდი რომ ეს ჰამილე editებს სერჩავდი და აქედან ვიცი ეგ სიტყვა ამიტომ ყველაფერი გამოსადეგია We're starting with confessions მეგობრებო პირველ რიგში ანა დაგვიბრუნდა საქართველოში so let's ask როგორ იყო ტრიპი? მე არაფერი არ ვიცი, არაფერი არ მეკითხავს, ამიტომ მაინტერესებს ძალიან. Okay, so როგორც გახსოვთ მეგობრებო და ახსოვს ხალხს, იმიტომ რომ TikTok-ი დავდე და მიწერენ რაღაცებს სტამბულზე. ჩემ დაქალებთან ერთად 4-ნი ვიყავით სტამბულში წასვლები. სტამბულში უკვე ვყოფილვართ მე და დავითი დეკემბერში 12 დღით მე მგონი. მგონი მარტო. ჩვეულებრივი overdose გქონდა სტამბულის, მაგრამ მეთქი why not და თავიდანაც წავა იმ პონჩი რა ყველაზე იაფი ახლა თურქეთში წასვლა არა და მაგ პონჩი მეთქი whatever წავედი ვიტყოდი რომ ზაფხულში ვაიბები ჯობია სტამბულის კი. ჩვენ ძალიან ნეგატიური ვაიბები დავბრუნდით. ეზიზღება, მთელი თურქეთი ეზიზღება და მეორედ რომ მივიდიოდი გამოშტერდა ტიპი რომ რა გინდა. ანუ I think we had a collective bad experience. ანუ აი არც არ მოგვეწონა, მაგრამ იცი სად მივქარეთ? მაშინ ისინი ვჭამეთ ქებაბები ჩვენ. გახსოვს, ყველა რესტორანში რა შევდით წიწაკასთან ერთად რო იდო ხოლმე. არ ვიცი, შენ ჭამეთ თუ არა. არა, მე არ მეჭამეა. მე ვჭამე, აი ყოველ დღე რაცა ვიყავი, ანუ ყოველთვის ჭამდა ხალხი და მეც ვჭამდა. ეხლა იმენა არაფერი თურქული არ მიჭამია და თკბილაულის გარდა. ამიტომ ბევრად უკეთ ვხსნავ თავს. ну მოკლედ წავედი. ხმა რაღაც. Oh my god, I know, right? ძალიან კაი იყო, მაგრამ ეს გზაში Okay, ანუ რა გამოვარჩი ახლა მე მომენტები. პირველ რიგში ჩემ დაქალებთან ერთად ვიყავი, რომლებიც, ანუ დაქალები ვართ 2 წლის ასაკიდან ერთთან და დანარჩენის კლასელები ვიყავით, ანუ 6-დან 25 წლამდე, ანუ წარმოგიდგენთ 20 წელი. ხო და იცი რას მივხვდი, ანუ ჩვენ რომ მოგზაურობთ ხოლმე, მე და შენ არ ვჩხუბობთ, მაგრამ მე და მეგი ხალხო გიჟებივით ჩხუბობთ ყოველთვის და აი ახლა მივხვდი რომ იმისთვის რომ კიდე ადრე ვიყავი ჩემ ერთ აქალთან ერთად იტალიაში და ანუ ისეთი გარდამტეხი იყო ჩემი უნივერსიტეტის აქალი იყო იქ წასვლა რომ რაღაც რო ჩამოვედით ორი თვე ერთმანეთს არ ვეკონტაქტებოდით რა ანუ ძალიან რთული არის ხალხო თუ გინდათ რომ test your friendship უნდა წახვიდეთ strips-ა მე და შენ კარგად ვეწყობით მაგრამ ვინჩენდა მართლა არასდროს არ ვჩხუბავთ სტამბულში რო ვიყავი არაფერი არ მინახავს ღირსშესანიშნავი ჩავწლომანდები რატო მაგრამ რა ვნახე ის ადგილი სადაც მე და მეგი გიჟებივით ვიჩხუბეთ იყო ღირსშესანიშნაობა არის სტამბულში მე მიგასწავლი. Traumatic memory. ანუ აი დავინახე და მეთქი that's the place. უთხარი თვითონ ვინც წავა სტამბულში გადაიღოს მანდ ფოტო. This is where the fight happened. ანუ გალოთა პორტი არის მოილი ხალხო და იმაგის შესასვლელთან მე მეგი დავცხეთ და იყო მე მეგი და დენიზი ვიყავით რადგან დავით დენიზი არის ჩემი თურქი მეგობარი დავითი მაგ დროს ყდებოდა და იწვა საწოლს. და 3 დღე. ანუ როგორ ვიჩხუბავდით იცი შუა გზაში თან ინგლისურად იმიტომ რომ მინდოდა რომ დენიზიც included ყოფილიყო და ყვირით მე ავედით ტრამვაიში იქაც ყვიროდით ანუ ჩვეულებრივ კაჩი ყვიროდით ანუ მართლა ეგრე არასდროს გვიჩხუბია მე მგონი არ ვიცი რა გადაგვიტრიალდა თან ძალიან ბევრი გვიწევს რომ მეგი გვაჩვენეთ მინდა რა შემდეგ ეპიზოდში მეგი მოვიწვიოთ და მისი მხარეც მოვისმენოთ ამ ჩხუბის ანუ მე დღემდე მგონია და მჯერა რომ მე ვიყავი მართალი და დენიზიც დამეთახმა ეს პრივატულ საუბრებში Denizi is bias ხო მაგრამ მეგისთან იყო რომ არა ორივე დამშვიდით როგორც მე
დავითი არის no help ხალხო რო ჩხუბობთ და მის კომუნიკაციას აქ ადგილი. ანუ ყველაზე საინტერესო ეგ დაგვემართა პარიზში ისევ დაიწყოს რაღაც უაზრობაზე ჩხუბი და მე ვიყავ მეორე ოთახში და მესმის რა რაღაცა ჩხუბობენ რა და ანა უკვე ემზადება რა თან ანას ტონი ესლება ხმის როცა ჩხუბს იწყებს რა და შევდივარ და პროსტო ვზივარ ჩემთვის ანუ პროსტო შევედი ოთახში no help დავჭექი იმიტომ რომ I'm being honest მაინტერესებს რაზე ჩხუბობენ და არ მინდა რა გამორჩა და მე უცებ მომენტი დგება რომ ორივე ჩუმდება და ორივე მიყურებს მე და მაკვირდება რომ მე რას ვფიქრობ და მე უკვე ხვდები რომ როგორც Libra ანუ ყველაზე ცუდი არის ჩემთვის ეგეთ მდგომარეობაში ჩაყენება და ასე ვზივარ და მეგობრებო გონი მის კომუნიკაციას აქვს. Oh my god, David, thank you so much. ანუ ხალხო, აი საერთოდ მე ვარ ისეთი რომ აღმოვფხური პრობლემას და ეს არა, აქ დამნაშავეს ვერავის ვერ ხედავ მის კომუნიკაციას აქ. მაგრამ აი ჩემ ბიფზე თუ არ there's no miscommunication. ხო და მოკლედ ეგ ადგილი მოვინახულეთ სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება ასევე ანუ ხალხო ვინც ყოფილ ხარ სტამბოლში ამ ბოლო დროს იმიტომ რომ აი ეს ყველა ამბობს რომ ბოლო 3 წელია გადაფსიხებული არის ფასები ხალხო აი თავი ადგილი არის დოლმა ბაჰჩეს სასახლე და რაღაც სასახლე კიდე რაც არ მახსოვს obviously და აი ეს ოფია ხო სადაც შესვლა ღირს ყველგან 30 евро პლუსი What the fuck? Unacceptable. ვერსალში შედიხარ 20 ევროდ. და ანა უფასოდ. ხო. ანუ აი მართლა მაინტერესებს ვინ გონია ერდოღანს თავისი ქვეყანა. ხო და მე ეგ მაინტერესებს რა სტამბული მგონი ითვლება highly ანუ ყველაზე most visited place ტურისტების და ანუ მე მგონი იცი რა სითვლიან მან და აი გადაჯდომა layover. That's unfair. ანუ იმიტომ რომ ვაკურდებოდი ეხა არ დამაჯვათ, მაგრამ ანუ აი რაღაც მაღალშემოსავლიანი ტურისტები არ არიან სტამბოლში რა, სულ არიან აზიელები, აფრიკელები. აი ხა შენ რომ ამსტერდამში ჩახვალ და რაღაც ამერიკელები რო არიან, ევროპელები, ეგ პონტი არ არის. კუდები. Bless you. That's why I shouldn't be racist, you guys. Oh my god, fuck you. არა, მე უბრალოდ ფაქტებს აღნიშნა. ანუ აზიელ ტურისტებს არ ელაპარაკო, იმიტომ რომ პარიზის luxury. აზიელი, არა, ჩინელი, იაპონია აზიაზე არ ვამბობ. East Asia-ზე არ გასაუბრე. კაცი 4 ცოლით აზიაზე ვამბობ რა და მე როგორც გიჟი ხო დავინახავ, ანუ გეგონება უნახავი ვიყო რაღაცის, კაცი თავისი 4 ცოლით როგორ მიდის მშვიდად და ანუ მართლა ეს urge მაქვს რომ მივიდე და იმ გოგებს დავალაპარაკო რომ აი რატო ეგუები ამ ცხოვრებას. Girl, მგონი ეს რა ქვია? შვიდი ბირკინით ვადადიან, ეგ ალბათ გააზრებული გახალბათ ხო? ხო და არა, ზოგი მგონია რომ შიგნიდან თესლადაცვია, მაგრამ აი ხო იცი პატარაზე რომ დაინახავ ფეხზე რაცია და ჩაურები რა. ნუ ხდები ხო? მეთქი girl, don't saddle. და ანუ აი სადაც მაგ რაღაც ნაბიჯზე მიდიხარ, ცოტა ფულიანის გამო გახდი მესამე ცოლი. I don't think they have the right to choose. ხო, მაგრამ ერთი ტიპი შემოვიდა ძალიან ძვირია რესტორანში ვიყავით და 4 ცოლი და რაღაც 12 შვილი, 12-დან 11 გოგო იყო მეთქი. Damn, the ეს ბიჭი ვისიც არის იმენა წყობილი ეგ ცხოვრება. მაგრამ წარმოიდგინე the bill at that table. მაგას ვფიქრობ და მე რა ვფიქრე, იქ მეხუთე ცოლიც ჭირდება და ხო ჩავი. Should I recruit? ხო და ანუ არ ვიცი კიდე რა What's the highlight? მე მაინტერესებს შენი highlight-ი რა იყო? Oh my god, ვერ ვიტან ეგეთ კითხობთ, რომ უნდა ჩამაფიქრო. კიდევ ერთს ვიტყვი რომ ვეძებდი სერენა ის არა კაია, სიცი ვინ არის? არა. ანუ სერენა ის არა კაია, ვინც თურქულ სერიალებს უყურებს და მე ანუ ჩემი სასტავიდან ყველაზე ნაკლებად ვუყურებ ამ 4 კაციდან მე თურქულ სერიალებს არის სერენა. მართლა? ხო, ანუ მე არ ვუყურებ ეგ ხშირად. Shut up, it's not my brand, you guys. It's a spectrum, you guys. Drop it. და მაგრამ სერენა ის არა კაია, ძალიან მიყვარს და აი მართლა მჯეროდა რომ არის? სახიობი არის ყველაზე თესლი თურქი რა. ყველაზე თესლი მსახიობი არის ის წითური ქალი. არა, ეს პროსტა ჰიურემის როლი აქტორი არა, სერენაი არის. That's the only one I know. და მართლა მჯეროდა რომ სადმე გადავაწყებოდი, მაგრამ no honey. კიდე ერთი, ჩემი ერთ-ერთი დაქალის დაბადების დღე იყო ზუსტად მაგ დღეებში და წავედით რაღაც Michelin star restaurant-ი. Oh my god, I know, right? და პროსტა ეხა ჩვენ შევედით და მე რასადმე მივიდე, მოგიხსენება გიჟივით ფოტოებს ვიღებ. და მე კუბში არის ეს 3 ადამიანი. ანუ ჩვეულებრივად საგიჟეთი იყო და თან მე ჩემი ციფრული მაგ წაღებული ფლეში რო ურტყამს რა. მივედით, არავინ ფოტოებს არ იღებს იქ for some reason. ყველა დასტოინაძის და ჭამს. მეთქი fuck me. ხო. ანუ იმენა You don't want to be the one who breaks the ხო, მაგრამ არა, I want to be the one. მაგრამ ხო დავიწყეთ ფოტოების გადაღება 4 კაცმა გიჟევი და ანუ აქამდე მეგონა რომ სერვისი კარგი ქონდა თურქებს, მაგრამ იმენა მე რო შეპოდნენ, აი ჰოსტი ვინც ხდება
ხოლმე, ხო იცი? იმენა თან ვერაფერს გაუნებოდა, არ ვიცი რატომ, მაგრამ თან წარმოგიდგენე საფრანგეთშიც გამოვიართ მაგ ყველაფერს მე რო ვინმე შეგეროჟება კიდე after that experience. სოიჩი და ეს ბიჭი იროჟებოდა მთელი საღამო და მე ძალიან მიფუჭდება განწყობა ვიღაცა რომ მე იროჟება. I'm going to a good restaurant and lick my fucking ass. და მე რა უთხრეს ჩემ დაქალს, იმიტომ რომ მე ვერ გავიგე და ფლეში აღარა ანთოთო რა, იმიტომ რომ ფლეშით ვიღებდით. Well, ხო, მაგრამ you can take some accountability. ხო და you know what? იქ იყო ხედი და ხედს ხომ მინდა განათება, ანუ ღამე იყო. ღამე ფლეშით თუ რა ხეც ანათებ მაინტერესებს. Shut up. ჩემს სახეს და ყველაფერს. Are we going to see the content sooner or later on Instagram? არ გამომივიდა, იმიტომ რომ დამაფრთხეს ჩემ ერთ დაქალს გამოვიდა ჯერ მაგას უღებდით ფოტოს და მე დავრჩი ის და წყულა გადავიხადი მილიონი ლარი. Sushi ვჭამე და ძალიან კაი. ხო. Do you feel the difference between cheap and expensive sushi? კი, ფასი რო ვიცოდი, ეგ თავის პლაცებოს ეფექტს. ანუ ეგრევე სხვა გემოზე წამიყვან. როგორი უმამის გემოა. და სუში 24 რო ყოფილიყო, ალბათ ეგ სხვა გემოზე წამიყვანდა მან, მაგრამ you know. თუ ეს იყო მე მგონი სტამბულის ამბები. არ გადიფრინეთ. კიდე Eid Mubarak-ი დაგვემთ ხო? Ooh, that's nice. No, it's not nice, იმიტომ რომ მთელი თურქეთი იყო ჩამოხეტიალებული სტამბულში. ანუ აი ყველა თელი ჩუქუროვადან დაწყებული ადანედან და ფორმული ყველა სტამბულში იყო და აი მილიონი კაცი და Okay, ეს რაღაცა flexing-ი იყო. ყველა რა ვიცი, period. და არა რა, ისეთი ჩვენ რო ვიყავით, მე ცოტა ხალხი იყო და მეკვენჩი ესწარებ. ჩვენ ზოგადად ეგრე მოგზაურობთ, რაც დავამოღა, იმიტომ რომ over touristic. ჭამნად, იასნია ჭამნად. შენ ხელში სხვანაირად ვერ იმეკლარებს, რომ ნიხარ თავიდან ბოლომდე. მადლობა რომ შეამჩნიე, მეგობრებო, მართლაც რომ ჭამნი ვარ, იმიტომ რომ დავიზაგრე. პირდაპირ გაკეთებ. ახლა არ ვიცი მეტყობა თუ არა, მაგრამ თლიანი სახე მქონდა გადამწვარე, იმიტომ რომ რა, აუზების სეზონი შემოვიდა თბილისში. Period. Which is ანუ ერთადერთი მიზეზი რატომაც მიყვარს თბილისი ზაფხულში არის, რომ აი მეგობრებთან ერთად ყოველ შაბათ-კვირას დავდივარ აუზებზე. This is the pinnacle of Tbilisis experience. მაგრამ უნდა წავსულიყავით ერთ-ერთ აუზში, რომელსაც არ დავასახელებ და ახლა მიხვდებით რატო. ხალხო, ძალიან ადეკვატური ფასია და ძალიან კარგ ლოკაციაზე არის რა. ღირს მგონი 60 ლარი თუ რაღაც ეგრე რა. ეს შარშარა იყავი ჩვენ დავიკა? არა. არა. და ახალგახსნელი არის და რაღაც ერთი ამბები რა, 10 იხსნება აუზე. ხალხი 9-დან იდგა რიგში. და ანუ ჩემ მეგობრები რომ მივიდნენ აძე, უკვე გადადანილი არის. What is that? What's up with that? What the fuck? ანუ აი იცი რა არის? მესმის, იმიტომ რომ სხვა აუზები რამდენი ჯდება? 150, 200, ასე ეგრე. აუ იცი რა მოაუზა მინდა რომ წავიდეთ ერთხელ Holiday Inn-ის აუზი რო არის, იმიტომ რომ მეხადაობ. აუ იცი რა ყველაზე სუდი არის. I don't give a shit, იმიტომ რომ მთელი ბავშვობა უყურებდი, აი ვიღაცები რომ მიდიოდნენ და მე ზოგადად აუზებზე არ დავდივარ, იმიტომ რომ I don't know, there is some reasons. მაგრამ აი იმენა მევასებოდა აუზს რო უღებენ ფოტოს და Holiday Inn-ი რო. იცი რატო არის? ცოტა პეკინის შუაში ხო არის და ანუ ჯერ ერთი გამონაბოლქვი. ხო ამოდის ხმაური არის, ანუ you don't feel serene or nor relaxed. მაგას რედისონის ჯობია. ორივე განწამოვა. ნუ შემდეგზე წავალთ მეგობრებო. Maybe we'll start like a ხო, მაგრამ აი აუზზე წასვლა არის ის პანტი, რომ აი ძალიან chill და ძალიან თესლად გავიდა. მე დილით რო 9-ზე რიგში დამაყენო, თელ ვაიბს. What the fuck? ანუ არა. ხო და მე მოგვიწევს სხვაგან წასვლა, მაგ ადგილსაც არ დავასახელებ, იმიტომ რომ I don't want to give them bad PR, მაგრამ ჩემთვის ნეგატიური ვაიბი არის იქ წასვლა. Really? Yeah. რატო? დაბლი მასაკ. გასნია დაბლიფა. იმიტომ რომ ხო იცი ხალხი მწერს რაღაცებს რომ პლიფავ რა, აქო დავითმა რა თქვაო რა. და მე აღარ მახსოვს რა თქვა, იმიტომ რომ დავითი 10,000 რაღაცას ამბობს დღეში და მავიწყდება ეგრევე და ვიღაცა შევპირდი რომ მე თქვი გადავამოწევ და გეტყვით. You will not say shit. ხო და არა, ერთადერთი პრობლემა არის რომ ბავშვები არის. ანუ მე ძალიან მიხარია რომ ბავშვებს დადიან აუზზე, просто მე პირადად მინდა წავიდე ესესაც არ არის ბავშვები. როგორც ქორწილში რატო დადიან ბავშვები? I don't know. ერთი წამი სადღაც ვიყავი? Open air-ზე ერთ წამი ძალიან random გადახტა. რეტროსპექტივა ხო უკაცრავად. რატო დაყავთ თოთო ბავშვები? ანუ იმით რა ქვია? კალიასკის. არა, კალიასკით არა. აბა. რა ქვია ქართულად? I don't know, კალიასკას ვეძახით ყველაც. ანუ ჯერ ეს ერთი ყური არ დაუზიანდება ჩვენ რომ მივედით მეორე დღეს და აი მეტალი რო იყო და მათ ბავშვები დადიან, ანუ
Is that okay? სოჩი მეც ფიქრობდი აი ძალიან პატარები თორე იმათ არ ვაჯამ თან 7 წლის ბავშვი რა ეძინა ანუ თოთო აი მაგრამ ეგეც თავის ტკივილი იყო ბავშვი ყველა პანჩი იღლება რა და სათრავები ხდებიან უბრალოდ პატარებზე მართლა გული შემდგება რომ მეთქი რატომ მაგრამ ეგ კაი ქორწილებში რომ მიყავთ ბავშვები და აი ცალკე რა დახტიან ხოლმე რატომ მომიყვარს ეგ ვაიბი I was the kid I was the one who შენი ყავი ლიმონათით და კიტრით რა დარბადი ხა უეჭ არა კი ბავშვები ქორწილებში და თეთრი კაბა საინტერესო ის არის კომბო არ გაგია ეგ ამ ყველა რა ხო ანუ აი რადონის ან culture არის ხო ხვდებით რომ აი თავარი თემები ქართული კულტურის რაც არის იცის ყველა მიცის ლიმონათი და კიტრის კომბო ბავშვები დარბიან აი სეფებში რო იყო ადრე ქორწილი ეგრე დარბოდა ხოლმე ყველა ბავშვი That's nice Oh my god. Too much to learn. და კიდე თეთრი კაბა რო აცვიათ ქორწილებში. ეს ტომარს. ფოპა. იმენა უპატიებელია. აპარა უტაქტობა არის. Do not upstage the bride. Period. Right? Do you think they will upstage you? No. იმიტომ რომ მე რო ქორწილს გადავიხდი, მაშინ იქნება ზუსტად 12 კილო, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ქორწილს ხარ გადავიხდი. There is not a way of ვინმე გადამინჭოკროს period. აი, ახლა გამახსენდა 12 კილოგრამზე და წონის დაკლებაზე. რა ხალხო ვიღაც ჩემო მეგობარმა ჩამიგდო რაღაც ახალი research study, რაც არ წავიკითხა TikTok-ზე, რა თურმე ვიტამინ D-ს ნაკლებობა თუ გაქვს, ნიშნავს რომ ესე იგი ის მიღებული კალორიები გადადის fat-ში და არა in the muscles. Are you fucking kidding me? და მე როგორც ვიცი ნახევარ საქართველოს. ვიჭიცი, ანუ იმენა ხო ჩავაგდე დღეს ჩატში. არ ვკითხულობ ყველაფერს ასეც. და ანუ ეცილი შეიძლება არც არის მართალი, იმიტომ რომ it was like it's new studies that can prove something. მაგრამ მე დავიჯერებ. იმიტომ რომ ვიტამინ D-ს მდგომარეობაში. და სვამ ვიტამინ D-ს. ელოდეთ შედეგს. და ჯერჯერობით ნუკის თემიდან არავის არ მოწერია. ამიტომ get your shit together. Yes, დავიღალიყო სტაფილოს ჭამით. რაზე ლაპარაკობდი? შეიძლება წმა ვიტამინ D. ხო, ვიტამინ D მქონდა დაბალი, მაგრამ ის იმქალა მითხარა შენ ზღვაზე ხო წახვალო ამ ზაფხულში და მეთქი კითხა, კაი მაშინ გამაგა. საწავიდეთ ზაფხულში. დედოფალია ჩემი ექიმი. I am stressed out you guys, იმიტომ რომ მე და ანა და მეგი ერთად უნდა წავიდეთ ზაფხულში სადღაც, ანუ დაბრუნილი მაქვს ეს სამეგობრო, რომ მან მაგათთან ერთად წავიდეთ ზაფხულში სადღაც და ჯერჯერობით we haven't figured it out. მაგრამ როგორც ყოველთვის ეგრე ხდება, ერთი თვით ადრე ან ორი კვირით ადრე ვჯავშნით ყველაფერს. მაგრამ we have some ideas I think. ბუდაპეშტი გვინდა და? კი, მაგრამ არა, აი ხა, ეგ პანდი. ხო, ეგ პანდი მინდა რომ 3 დღე 4 დღე ბუდაპეშტი და მე იტალია. დღეს გავიღვიძე, ძალიან ხელი ამბით ეგრევე და ეს იყო ნუცაბუზალაძე რო გათხოვდა, ნახე? ვაფშე ნუცაბუზალაძეზე რა ხსმენია შენ აქედან დავიწყოთ. Firefighter. ვაიმერა დედოფალი იყო. წელს რქოლები გამოაცხადა ნახე? მაგაზე ვამბობ. Firefighter. ეგრე ვარ ზუსტად. ხო და ანუ კარიჩე ძალიან ჭორები დადის ამ გოგოზე და მე არანაირად არ ვყვები ჭორებს აქედანვე disclaimer რა გავაკეთე. რა ჭორია? რა ძალიან ბევრი ამბობს რომ ის სკორტი იყო. Shut up. ხო, ანუ ყველა მაგას ლაპარაკობს და ვიღაც პარლამენტარის საყვარელი იყო თუ რაღაც და საიდან გამახსენდა რომ დღეს რო გათხოვდა ვიღაც ბიჭმა დადო პოსტ ინსტაგრამზე რომ აი ჯერო ის სკორტი იყო და დაძდევდა კაცებს და მე ვიღაც პარლამენტარი ხა საბოლოო ჯამში კი გაჩითა 1 მილიონერი. ხო და what the fuck? ანუ იცი რაზე გავბრაზდი? რომ ვიღაც straight man აიღო კლავიატურა და გადაწყვიტა რომ დაწეროს ქალზე რომ აი ეს ჯერ ესკორტი იყო, მე ვიღაცის საყვარელი და მე როგორც იქნა მილიონერი. ეგ შემიძლია რომ მე ვთქვა როგორც ქალმა. მაგრამ შენ რა ვფლები? ცოჩი, ანუ აი მართლა გული ამერია რომ აი კაცი გაიხსენა რომ ეს ჯერეთი არ მგონია, იმიტომ რომ რაღაც არ არის ესკორტის ტიპაში გოგო, აი ვაფშე არ არის, აი რაღაც ძალიან big personality აქვს და ჩემი აზრით ესკორტის გოგოებს personality იმ დონის არა. მე უბრალოდ მახსოვს სანამ ეს სხვა დრამები მოხდებოდა რაც მუცაბუზალაძეს უკავშირდება, აი ეს stage რაცა თვითონ ამერიკაში იყო და რაღაც, ანუ მთელი საქართველო გლობალელში ყოფდა და რაღაც. კი. მე პრესტა რაღაც მიქარა, მე მგონი ქოცებთან არის დაკავშირებული რაღაცნაირად, მაგის გამო დაეჯვა. მაგრამ ანუ რაც არ უნდა იყოს, ხო? და დაბლოკელი ვყავარ დღეს აღმოაჩინე რომ Instagram-ზე ვყავარ დაბლოკელი. ხო და ანუ
პონტი არ არის რომ მე ცუდი კომენტარი დამეწერა. ალბათ დაურიაქტე სტორი რაღაც დავასედე ან რამე და ეგრევე მიმაბლოკა რა. არ და მართლაც მინდა იმით ჩავედი რომ მეთქი და ჩემი fake-ით მიწერე რომ მეთქი girl congratulations. აი მასა რომ ბეჭედი და მეთქი ძალიან მიხარია შენთვის, იმიტომ რომ მართლა მიხარია იმ ბიჭზე გადავედი კაცსა ვისაც გათხოვდა 55 წლის კაცია. ოკეი. და ვინ არის? მენეჯერი არის, აი იცი როგორ რაღაც ტალენტებს რო პოულობენ და მე რა სად? საქართველოში. ამერიკაში, ამერიკელია და გვარი აქვს Prince. ნუცა Prince? Prince. ნუცა ბუზალაზე Prince. ალბათ ეს დაიწერს. Okay, probably. და ანუ ისეთი ტიპი იყო რომ რაღაც ლაპარაკი მიჭერდა, რა თქმა უნდა, ჩავუყავი და ყველაფერს უყურე მაგ კაცს. ლაპარაკი მიჭერდა ბავშვობაშია და რაღაც ძალიან დაჩაგრული ტიპი იყო თუ რამე. და მე ძალიან იმუშავა, ანუ რაღაც special classes თუ რაღაც ქონიათ ამერიკაში ეგეთ ბავშვებს და ცალკე. Special ed. ხო. და მანდ ვიყავი ხოლმე და მე ძალიან ვიმუშავეო ჩემ თავზეო და ეხლა რაღაც სპიკერიც არის და რაღაც თავის პონჩი ვიჟანიობს რა. Good for you, ნუცა. და მილიონერია ეგ გითხარი ალბათ, ხო? არა, ნუ მილიონერს გავყავ თუ რაღაცა თქვა. ანუ და კაი ტიპი არის, მე ძალიან დამევასა. ამ გოგომაც კარგად დაწყვილდა ქართულ პარლამენტართან თუ იყო, ამას ყველა პონჩი აჯობებს, არ ვიცი ეგეც, მაგრამ ის allegedly, ყველაფერი allegedly. მაგრამ ის რო ესკორტი იყო, იმენა გამოვრიცხავ. არც მე მგონია. What do you guys think? ერთადერთი რა გამახსენდა იცი ამ ისტორიაზე? როცა თქვენ რომ თაბულზე დაბლოკელი ვყავ რა. იცი მე ვინ დამბლოკა Instagram-ზე? ახლა დღემდე არ ვიცი რატო. მე. ელა წურწმეს ყავ რა ხალხი დაბლოკელი Instagram-ზე. და მგონი გამახსენდა ახლა რატო? რატო? COVID-ის დროს მე და ჩემი მეგობრები რატომაც then it's not me, იმიტომ რომ მე ეგეთი chronically online არ ვარ. ვქნიდით რაღაც ჩატებს და ერთ-ერთში დავამატეთ ელა წურწმე და რაღაცას ვეღადავებოდით მგონი. და მგონი მაგიტომ მიგვაბლოკა. არა. ანუ თავი მე არ დამიშავები არაფერი, მე ძალიან მიყვარს ლოლ წურწუმი, ამიტომ please unblock me. თავი გეკონათ რომ დედოფალს ამატებთ. ხო და მე არ დამიმატებია თქო. შეიძლება მე დამატე. აი იმენა რა. შეიძლება იმენა შენ შექმანი ჩატი და შენ დაამატე. ვერ გამო. მაგრამ ანუ თან მგონი ვწორდი რომ დედოფალი იყო თუ რაღაც, ამიტომ I don't even see the issue, მაგრამ არა სერიოზულად ჩაგთვალათ. Maybe I deserve to be blocked. ამიტომ You do, babes, you do. ვერტი ჩემმა, მაგრამ to get blocked, ანუ მე მგონია რომ ეგეთი level of success რომ ვაფშე არ დაბლოკავდა, I don't give a fuck. ანუ აი მე ხო ვიცი რომ არ მახსოვს უბრალოდ რაზე დამბლოკა, მაგრამ ანუ ცუც არაფერს არ მივწერდი, პონტი არ არის რომ რაღაც პირადულად და ცუდად მიმეწერა. შეიძლება ძალიან ისეთი broad რაღაც აღმეღნიშნა და რა პონჩი დამბლოკა, მაგრამ whatever. I can deal with that. მაგრამ მიხარია რომ ესე კარგად დაწყვილდა, თქვენ რას ფიქრობთ მეგობრებო? ანუ კაცები გთხოვთ თუ ხართ straight man, shut up და აღარ გაბედოთ. ანუ აი მართლა გონი მარაო. თან ისიც მინდა რომ გავითვალისწინო, იმიტომ მიყვარს ეს ყველაფერი, ანუ politically ძალიან active არის რა და ძალიან charged political opinions აქვს. და თუმცა ბუზალაზეს როცა იცავს, რაც დიქოტომიაში მოდის. ჩემი საყვარელი სიტყვა. მგონია რომ ხო, ანუ აი მართლა შემიძლია რაღაც გაუყო ადამიანის პოლიტიკური ხედვა, აი ქეთეთოფრიზეც ხო სუეჯმევა. ხო. იმიტომ რომ ნუ რუსეთში არის და რაღაც არასდროს არ ლაპარაკობს. ის მომღერალი. Yeah, Oh my god, ჯერჯერობით არიან და მარტო მაგიდა უნდა იცოდა. შევ. ხო და ნუ გაუტაროთ ხალხს რა. ის ნახე გრეტა თუნბერგ. ой მე ხალხა ან საბუზალადიდან საიდან გადავხტი, მაგრამ უცებ მაგის სახე წარმომიჩინდა თოლწინ. თერთი ძალიან ისეთი საჩათირო თემა არის გრეტა, იმიტომ რომ ამის გამო დაკენსელებულა ხალხი. და ვიცით wins. აი და ცოტა მეშინია რა მეცოდა არ გაიგო. ხალხო როგორ დაუძაბეთ თვალებიანს მე ახლა. ეგრევე დამარტყა თავში. მაგრამ ცუც არაფერს არ ვამბობ, I swear to God. არც არ არის თქმელი მეთაჩამა. ანუ რა პონტია ხალხო როგორც იცით, გაზა რო იბომბება, ეს ჰუმანიტარული დახმარება არ შედის საერთოდ რა. იმიტომ რომ დაბლოკა IDF-მა. ისრაელი არ უშვებს საერთოდ და ეხლა დედოფალი გრეტა რას აკეთებს, რომ სიცილიაზე იყო სადღაც, ანუ ხმელთაშუა ზღვაში და იქიდან და წასულიყვნენ გემით, რაღაც გაიჭრა. Marliner ხო გემს მგონი. Oh my god. გითხარი აბა? უნდა გაიჭრა ეს გზა, ერთხელ გაუჩერებიათ და ეხლა მეორედ მიდის რა და ერთხელ გაუჩერებიათ, ეგ არ ვიცოდი. მე ვიცი რომ ახლა უკვე დაკავებულები არიან თუ რაღაც და რა ხდება, არც ვიცი, იმიტომ რომ ყველანაირი კომუნიკაცია შეწყდა ამ გემთან, ამიტომ არ არის, ანუ დასაკმაოდ სერიოზული თემა არის, მithumetes, როდესაც იცი რომ
მხოლოდ ეიდი იყო მაგ ship-ზე და დახმარებისთვის მიდიოდნენ აქ საუბარი ხალხო საჭმელზე და წყალზე და წარმოიდგინე რომ ანუ არ უშვებ ანუ რა დონის ჰუმანიტარული დანაშაულია რა ყველაფერი და nobody gives a fuck about it ძალიან მეცოდებიან აი წარმოიდგინე ხალხი ან უდანაშაულო ხალხი ვინც არის გაზაში რა თქმა უნდა ტერორისტებიც არიან მაგრამ ანუ ორივე მხარეს არიან ალბათ 90% ხო უდანაშაულო ადამიანები და აი ესე რომ ეწამებიან და აი ჩვენ საერთოდ რა პრობლემებს ვფიქრობთ აი მე რაღაც სულელეზე რო ჩავდები და ამ დროს ხალხი აუ მე რა ვიდეო შემოხვდა იცი რა they were doing a wedding in Gaza თუ რაღაცამ გადაიღო და როგორც ის იყო მოკვდა ვინმე არ მომკვდა რა просто ან რა პირობებში მოუწეთ ამ ყველაფრის გადახდა რა ძალიან გული მტკივა მართლა და არ ვიცი ან როდემდე უნდა გაგრძელდეს ანუ მე თან აი ესეთი public supports Gazas რო აქ ანუ აი მართლა მაგრამ ეს მგონი ჩვენი თავიდან მოდის რა ამერიკაშიც ახლა რამდენი პრობლემა არის მანდ რომ მიმდინარეობს უნივერსიტეტებში სტუდენტები რო აპროტესტებენ ამ ყველაფერს ხალხო როგორც ხედავთ უკვე ტრამპის under Trump leadership აგდებენ ქვეყნიდან და ანუ მე მგონი სერიოზულად მგონი რომ Hunger Games-ში არის ამერიკა ის ad რო ვნახე ახლა ჩავსვამ ამ ads leave now if you don't we will find you and we will deport you you will never return რო ერთი ქალი არის ვინც მუშაობს ამ border controls და ყველაფერზე და ასეთ გაზა we will find you you will not get away if we will find you you will never come back it's time for you to leave oh my god that's scary genuinely I district 12 ანუ I იმენა Hunger Games ანუ either Hunger Games or either Handmaid's Tale აბორტის იმას თუ გავითვალისწინებთ laws ამერიკაში ხო და არ მთავრდება ეს ომები ხალხო არ მთავრდება და დავიღალე უკვე იქით უკრაინა აქეთ ის რა ქვია პალესტინა და ჩვენ შუაში და ჩვენც შუაში და ეს ყველაფერი გარდა იმისა რომ ამ ხალხს აყენებს ზარალს ასევე თელმსოფლიო არის ამ ყველაფერს ჩართული რა ეს ინფლაციაც საიდან მოდის თქვენი აზრით ან ეს ფინანსური პრობლემები რაც მე უკვე ჩვენზეც აისახება Look at him, you guys. მე როგორც თქვი, მეგობრებო, ცოტა ხანში ვიწყებ ჩემ პოლიტიკურ podcast. Never. ეს არ შევეხები არის პოლიტიკა. That industry. ან პოლიტიკა შენ არ ესწროს ხო? Never. აი იმენა რომ შემოგთავაზა. Clip this video. ოდესმე თუ წავედი პოლიტიკაში, დამაკენსელთ ეგრევე, იმიტომ რომ I need to like ისე შენ ვერ წარმომიდგენი ხარ, მაგრამ მე წავიდოდი პოლიტიკაში. შენ წავიდოდი ბოჭო, შენ ახლაც კიდე რომ წავიდოდი პოლიტიკაში. მაგრამ არავინ მეწა. არავინ გეწახის, მაგრამ მე ნადა. ეხლა ისიც გამოვიდა and just like that Sex and the City სახალხო ხო და ერთ სერიას ხო უყურე უკვე აღარ მახსოვს რა ხდება თან მე იმენა ვფილტრავ ყველაფერს კონებიდან წინა სეზონებში რა ხდებოდა იმენა არ მახსოვს აუ ეგ მეც მიჭირს სახელებზე ვიცით უკვე inside joke ხო და ეხლა უყურე and just like that is პირველ სერიას შენ ხო მოგწერე ხო what the fuck is happening with Miranda იმიტომ რომ ისეთი forced არის მაგისი ლესბოსელობა რომ გული მერევა ხო და მე არ ვეთანხმები ეს მეუბნება რა არაო რატო მე მგონია რომ აი Sex and the City-ს რო უყურებდი Miranda-ს რო აკვირდებოდი რაღაც აი ყოველთვის ეთყობოდა რა she would dabble in არა ცოტა tomboy იყო ყოველთვის და lawyer just like me იმითაც ვამართლებ რომ Cynthia Nixon wins თამაშობს Miranda's თვითონ არის lesbian in real life ხო არა და რაღაც მომენტში უჭოლი იცი კი და თვითონ თქვა რომ at the stage მინდა რომ ყოველთვის ვითამაშო lesbian roles-ო რა ანუ არ მინდა რომ to fake ხო მაგრამ აი შეიძლება მაგისი ხაზი თავიდან ბოლომდე იყოს იმაზე დაყრდნობილი რომ არის lesbian we get it girl ხო მაგრამ Sex and the City ყოველთვის ეგ იყო Samantha's ხაზი იყო რომ she likes to have sex Miranda's ხაზი იყო რომ she's a loser in life და ახლა at least რატო დეგენერატო კარიერულად ჩემ ქალებს მაგას ნუ ამბობ არა მაგრამ მე იმას ვამახველებ რომ როდის მე გამახველებული არ ვზოდნო ვაფშე მე I'm doubling down იმაზე რომ გადახედა Sex and the City-ს 6-ვე სეზონს თუ 5-ვე სეზონს არსად არ იყო გამახვილებული ყურადღება იმაზე how successful she is ყოველთვის იმაზე იყო გამახვილებული ყურადღება რომ because she's so successful because she's so successful დრო არ ქონდა რომ მოელო თავისთვის აუ ისე ბაზარი არ ქონდა ეგეთი interest she would not dress like cutesy ანუ არც მოდის აუ ბაზარი არ არის რა პონჩი აკეთებდნენ მაგას რომ ანუ რას ამბობდნენ რომ აი წარმეტებული და თან თესლი ვერ იქნებია მაგრამ სამანტაზე ნახე ანუ თესლი ხო იყო მაგრამ ისეც დაბეჭდილ არც მახსოვს რა შემუშავობდა რაღაც PR-ში აი რაღაც მაგის სამსახურზე ბევრი არის თქმა უნდა ხოლმე მაგრამ ისეც დაბეჭდილება მქონდა რომ აი თესლი გოგ შეიყო ნუ ახლა
law firm-ში პარტნიორობა და PR კომპანია რა გაქვს ცოტა განსხვავება არის in terms of fun, იმიტომ რომ ყველა პარტიზე სადაც დადიოდნენ Samantha's invite-ებით იყო, ამიტომ I would like to have that kind of friend. შენ დიპლომი გაქვს Sex and the City-ს ანალიზის კეთებისთვის? Shut up, let me live my life. ყოველ სექტემბერში დასაწყისში მე მართება რომ მარათონი მაქვს რომ თავიდან დავუყურო, ამიტომ ძალიან მიყვარს. აი, ეგეთი iconic სერიალი, I don't know you guys. თან და მაგ ინერციით უყურებ დღემდე and just like that. რომ აი რაღაც flashback-ებს რომ იხსენებს, რომ აი ეს რო ხდებოდა იმ აკმენში. კი, მესმის. ანუ მეც არ მოვიტყობი და არ ვიტყვი and just like that phenomenalურია და რაღაც. ეგ არის ზოგადად reboot-ების პრობლემა მეგობრებო. It's really hard to make a good reboot. ეხა Desperate Housewives-ების reboot-ს აკეთებენ. არ ვიცოდი. Yeah, მაგრამ ახალი cast იქნება. ახალი cast-ი, okay. So, I don't know. Gossip Girls-ს ნახეთ უკვე ახალი cast-ს, მაგრამ შეიძლება გააკეთოს. იმენა იუ. მე სამაგერად ანას რეკომენდაცია გავითვალისწინე პირველ ცხოვრებაში. იმენა არასდროს არ ხდება. და ვუყურე Sirens, ჯერ ერთი იმან მომხიბლა რომ უმაგრესი poster კონდათ, აი ძალიან მომეწონა from a graphical design point of view. ვუყურე 5 ის არის სერია მარტო. Stroke. ფიქრობ ვარჩევ სიტყვებს რომ ცუდ არ გამომივიდეს. ერთი წამი აღფრთოვანებული იყავი, მომწერა, ვუყურებოდა, აი გიждებიო ისე მომწონს. აი რაღაც ხოტბა შეასხა ზუსტად სიტყვებს ვერ გავიხსენებ და ეხლა რა ხდება? არა, ნახე, კი, კარგი იყო, მაგრამ ნუ ფენომენალური იყო მაშინ. არა, ეხლა ხო უნდა ამოვჩიჩქნო, ის თუ რა მომწერა. გონი დაჟე, ყველას გადავარეს, იცი რა, იმენა მოგწერა ფენომენალურია თქო. იმენა Sirens, უთესლესი სერიალია, so many references to Greek mythology. I loved it. So much attention to details. Anu wow. ეს დავითის ბრენდი არ არის ესეთი რეაქციები ხალხი, ეგ არის ჩემი რომ ამ ხელოზე დიდი ის მაქვს. და რა მოხდა? ანუ ეხლა მითხარი რა მოხდა? არა, მართლა ძალიან მომეწონა ეს mythological references. თუნდაც ეს სიმღერის თემა, თუ როგორ ვითომ რომ გელაპარაკება და რომ ღერის და აი როგორ იყურებიან და აი let's go on a cliff. ანუ იმდენი references იყო from Greek mythology. და მე რა თქმა უნდა ვერაფერს ვერ მივხვდი, მაგრამ ანუ მართლა გამოვშტერდი და ის sad part ის ფრინველის თემაც რომ შემოვარდება და მოკვდება. ანუ ყველაფერი იყო, ანუ არ ვიცი, ძალიან კარგად გაკეთებული. უბრალოდ ანუ მომენტი ცოტათი boring იყო. რაღაც მომენტში 5 სერია იყო და boring-ა მაინც. მაგრამ მაგ გოგოს მთავარ გოგოს ძალიან აქვს სკანდინავიური სახე არა? რატო გადახვედი ხა იმ ფაქტზე რომ სხვა რაღაცა მომიგდე და ეხა სხვა რაღაცას ამბობ. ხალხო ანუ ხო მოისმინეთ რა მომწერა და მე გამოვშტერდი რომ მეთქი ვა დავით. ხო მაგრამ ახლა მგონი I chilled down. დაჯდა ხო? დაჯდა. არ მგონია რომ მეორე სეზონი ექნება. რაღაც ისე დამთავრდა ყველაფერი რა to be honest. ხო ანუ მე ვერც წარმომიდგენია, მაგრამ პოტენციალი ქონდა. უბრალოდ რაღაცნაირად დაამთავრეს. მაგრამ მე ვუყურებდი ისედაც, იმიტომ რომ ახლა it's not like phenomenal სერიალები არის. თუმცა ნუ რა გინდა და გეთქვა და დაწადე. Phenomenal სერიალებზე გამახსენდა ახლა ანას მეუბნებოდი რომ I'm rewatching Fleabag. და ანას არ აქვს ნახე Fleabag. და გამიფრთხილდი და რო არ გაიგო ყველას რომ ესეთი რაღაც ხო ვცადე Fleabag-ის ყურება, იმიტომ რომ იმ მღვდლის გამო მზად ვიყავი რომ მეყურებინა მეთქი. ამას აღარ მომკომი. მეთქი yes I'll do that, მაგრამ პირველი სერია ჩავარდა, ეს ხდებოდა 3 წლის წინ. არ მქონდა frontal lobe განვითარებული. Maybe. ხო და ეხლა უკვე გამივითარდა და მეორე შანსი უნდა მივიცე, იმიტომ რომ პირველი სერია ჩავარდა და ვერ წაიღო არ და საოცრება არის. ლოგისტება ხო შენც თანხმები. ანუ აი ვერ ჩერდები, you get addicted to that TV show და იმაზე მეშლებენ ნერვები თუ როგორ კარგად დამთავრდა, როგორ ლოგიკურად დამთავრდა მეორე სეზონი და მართლა არ არის საჭირო რომ მესამე სეზონი კონდეს. რამდენი ხანი დამთავრდა. მაგრამ იმაზე ზბრაზები რომ we will never get more content out of it. მაგრამ მე იმის კომენტა რომ Fleabag is rewatch შემიძლია გავაკეთო number of times, იმიტომ რომ მართლა ფენომენალური სერიალი არის. Oh my god. აი მაგაზე ვიტყვი რომ one of the best. ანუ როგორ აი Succession და Fleabag ჩემთვის ერთონეზე არის. ხადავ. ოღონდ ის როგორ თამარი Succession ვაფშე სხვა რაღაცას ცდილობს. Fleabag სხვა არის, მაგრამ Succession-ზე ქონდა დავის ჩაჭერა, მეგობრებო, მეც დავიწყე ყურება. ვუყურე 4-ვე სეზონს არა სიმართლე რომ გითხათ, მაგრამ შენ მომგონი მაშინ გითხარი 4-ვეს უყურე, იმიტომ რომ იმენა ტაბინი. I'll watch it. და მაგრამ ისე მომწონს ინტრო. ხალხო ინტროებით იმენა სახით მათრევს ხოლმე რაღაცაები. მე posters. მართლა.
მე intro and posters. მარა ვუყურებ მას Fleabag-ს პირობას ვდებ. ესე იგი მეგობრებო, წინა ვიდეოში ვიღაცამ დაგვიწერა, რომ we should do and play how well do we know each other. Oh my god. და მეც მინდოდა რომ ეგ გვეთამაშა, მოკლედ დავსვამ კითხვებს. დასვამ კითხვებს, ანუ ამ წუთას ჩაგუგლა, რომ questions for მე ერთად კითხვა რა იცი, what color are my eyes? ისეთი განსხვავებული ფერია ჩვენი თვალები. Let me think about it. ჩემი არის amber, ანესი არის dark brown. ორივეს გვაქვს იმენა ბანძი თაფლისფერი. არა, მე ჩემი თვალები ძალიან მომწონს. მერტო ჩემო, აი ყველაფრის გალამაზება უყვარს ამ ბიჭს თავის თავზე თუ სხვაზე. Period. მარა არა, ლამაზი ხარ შენ ჩემთვის ყველაზე ლამაზი ხარ. მადლობა. აი ზუსტად questions for couples. Let's see that. When did we meet? Oh. Არა, ერთ ამაზე. What is my middle name? Western focused კითხვები არის. The fuck? What's your dream travel destination? და ვიცი შენი? მე შენი არ ვიცი. შენი არის იაპონია. Period. Correct. And yours is? მიდე. Wild guess. America. Switch. What's my favorite food? მე უნდა უპასუხო შენი რა არის და შენ უნდა გამეცნო ჩემი რა არის. მერტო ძართულია. მე ვიცი შენი. შენი არის სალათა, სკას სალათა. რომელი? ყველაზე უგემური რომელიც არის? არა, თქვი რომელი? არ მახსოვს რა. ერთი ინგრედიენტი. კარტოფილი, ტკბილი. Okay. ბატატი. შენი არის McDonald's-ის fries with jalapeno. მიყვარ ხარ კი. ხალხო როგორი simple girl. როგორი კომბო ვარ, თქო ჩვენ ორი არ მოგწონთ. Simple girl. Yalla. შემდეგ კითხვა. What's my favorite movie of all time? შენი ვიცი? ჩემი იცი? თუ შენ და არის შენი? არა, შეიძლება მიაკნა. შენი არ ვიცი, არასდროს არ გითქვამს. მოდი ვიტყვი, ნათლია. აი, ნანახტარ გქო დარწმუნებული ვარ. What's that about? ანუ try to win. დაგცინა. არ დამცინა, მითამაში ჩემთან ერთად. Play with me. I have no idea honestly. Take a guess. That's the არ ვიცი. არ უყურებ კინოებს თუ რა. არა ხო. რა რომელი? შენი არის სავარაუდოდ. მე პონტი არ გაქვს, მაგრამ ας ჩერმით. Mamma Mia. No, you. I get to every gags. Shut the fuck up. Either Mamma Mia, either Pretty Woman. ანუ ვიცით რომ კომები მიყვარს, მაგრამ I'm not that simple. ჩემი საყვარელი არის, კაი. ახლა ვიცით რა სიტყვის. ჩემი საყვარელი ფილმი არის ანუ აი საყვარელი ბანანიება. No. ანუ რაღაც ფილმები არის რა ძალიან მომწონს, აი ერთხელ რო უყურებ და გამოგაშტარებს რა, ძალიან მიყვარს ეგეთები. რაღაც თურქული იქნება ხოლმე. არა, მაგრამ ისეთი რომელსაც ჩემი ლაშჩერ ვუყურო, არის წინადადება სანდრა ბალოკის. The Proposal. ძალიან ახლოს ვიყავ მეგობრებო. როგორი სინანულით გამოიხედა. Next question, please. What's my biggest fear? To die? არა, ეგეთი არა, ფობიებზე ხალხ ყურადღება. არ გაქვს. მე მაქვს ერთი და შენი არ ვიცი. მე არ მაქვს ფობიები. I'm a strong girl. შენც არ გაქვს. აი რაღაც ისეთი აკვიატება არ გაქვს. ერთი მაქვს მარტო. აბა? Should we say? Yeah, you should. ჩემი ფობია არის ყავსრაფობია. არ გაქვს იმ level-ზე არ გაქვს რომ იცოდე, იმიტომ რომ ლიფტში ჩედიხარ ყველაფერს საკეთებ. ვერ შევდიოდი პატარა რო ვიყავ. ხო დაწლია. I used to struggle. მე არ მაქვს ფობიები. მართლა აი წერების არ გეშენია. არა, აი კალიასაც ჩამილია ხელი მოვკიდა. Gels? არა, ანუ გოლზე ხარ, რა თქმა უნდა, ფობია არ არის. რაღაცაზე იყო რომ ისტერიკა დაგეწყო და არ მახსოვს რა. რომელიღაც ტრიპზე. მართლა? რაღაცაზე ჩააჭირე, რაღაცა შეგეშინდა. Next question. ანუ ჩემი აზრით ის არ განსაზღვრავს, აი ესეთ ჩემი საყვარელი ფერი და თუ იცი რომ ნამდვილად მეგობარი ხარ, ანუ დეგენერატობა, იმიტომ რომ მეგობრები ღრმა ურთიერთობაში ესეთ simple. Well, we're having fun right now. Shut the fuck up. Stop burning the mood. როგორი აი ეგეთი რო გაიჭითება პარტიზე, ეგრე უნდა გააჭმევინო. Period. შენ ხომ ეთანხმები, ანუ the fuck are you? მე მინდა რომ იცოდეთ რომ დავითან კარგად ვიცნობ რეალურად. What's one app I can't live without? შენი ვიცი რომელიც არის. შენი არის Oh, that's true. Wikipedia, wasn't it?
დავიწყე Instagram-ს შენ შემთხვევაში, იმიტომ რომ Instagram-ზე წერ ხალხს. შეგიძლია TikTok-ი ჩაანაცვლო Reels-ებით რაღაც პანჩი. და შენ TikTok-ი არა? Yeah. Gay. მე Instagram-ი შემიძლია უარი ვთქვა TikTok-ის გამო, თუ არჩევაზე მიდგება საქმე. Yeah, და მე არ მომწონს რა დამოკიდებულება მაქვს. ყველა აპლიკაციაზე მაქვს გამართული notifications, მაგრამ it's still not working. ანუ მართლა. ერთხელ ცადე ცხოვრებაში ხალხა გამომერთო და დავითისთვის მიმებაძა. ანუ იმ დღეს ისე ჩაიარა, რომ ვიღაცა მოკვდა, ვიღაცა გათხოვდა, მე ვერაფერი ვერ გავიგე. იმიტომ რომ წერდა ხალხი და notification რო არ მოაქვს ჩართული, ვერაფერს ვერ ვიგებდი და შენ მაინც ყველაფერს ნახულობ, ანუ არც იგრძნობა რომ არ რო გათიშვილი გაგ, იმიტომ რომ ისტორიულად მაინც ნახ. ხო და აი ეგ არის პრობლემა. კიდე ერთი პრობლემა რაც ორივეს გვახასიათებს არის, რომ ვინმე რა მომწარს. და თქვა დაკავებული ვარ და ახლა შეიძლება ვერ ვპასუხობ. არა, ეგრევე უნდა გავხსნა. მეც. აი, that is embarrassing. რა არის ეგ? What's my favorite drink? მოდი დავკონკრეტეთ. What's my favorite cocktail? მე შენი და შენ ჩამე. Fuck me. მე შენ ვიცი, მაგრამ არ მგონია შენ გახსოვს შენი. მახსოვს. Okay. შენ მე ვიცი ესე იგი ანასი არის mango sour. კი, მაგრამ შენ სხვადასხვა რაღაცებს ამხოლმე. It's difficult. ეს თუ გარტყამ დაგეთახმები რა, წარია. Fuck me. Oh, I need the geeks now. Damn, bitch. Oh my god. I don't know. ერთი დასახელე, the fuck. რას უკვეთავ ხოლმე? აი, ძალიან gin tonic-ი არასდროს შეუკვეთია. Because that tastes like ass. I know, ეგეთი boring სასმელები არა. Leave me alone. Espresso martini-ც არ შეგიკვეთია. კი, მიყვარს espresso martini. გიყვარს? Top 3-ში შედის, მაგრამ ჩემი favorite ალბათ არის either Moscow Mule. და ხალხო, რაღაც ხმა უნდა დავადოთ ამ. ხო, ანუ I'm sorry, მაგრამ ეგრე ქვია კოქტეილს, იმიტომ რომ კეთდება ვოდკათი. ნუ ან rooms meals, თუ room-ში დადიხართ მეგობრებო. ან lychee martini. საოცრება. Okay. Martini ვთქვი. Yeah. ანუ mango sour რო გავიხსენე, რომელიც მგონი 1 თუ 2 ადამიანი აკეთებს მარტო სამსაფლიოზე და მაგრამ მე რაღაცა მომეწონა 9000 ჯერ აუგო. მე ცოტა ისეთი ვარ, multifaceted I guess. Oh my god, look at you babe. Oh, it's interesting. What's my favorite? Oh, what's easy. შენ თუ ძალიან მარტივი ვარ. აი ძალიან კარგად გიცნობ. What's my favorite fast food chain? Honestly, McDonald's, we can move on from that. შენი რამე ამერიკული რა ხაზი გაუსვა რომ ამერიკაში ცხოვრობ. აი, ეცხოვრობდი. იმიტომ რომ ამერიკაში ვისაც კი გაუვლია, ყველა საყვარელი არის in and out-ი ან რამე ეგეთი. We get it. არა. ამერიკაში ერთხელ ვჭამე მგონი. Taco Bell. You know, I don't like Mexican food. თან იცი რა არ მევასება Mexican food. კიდე რა არის? fast food არ ჭამ შენ. Jam, მაგრამ I will agree with her. Jam fast foods. რომელია? Favorite Popeyes. მართლა? კი, თურქეთში არის Popeyes. სტამბულში გიჟებით მაგაზე გამახსენდა Popeyes-ში დავდივართ ყოველ დღე 4 დაკალი ხო? საოცრება არის. ჩვენ ორი იმენა ვგიჟდებით ამაზე და ყოველ დღე მივდიოდით, ესენი მოყვებდნენ არაფერს ჭამდნენ იქ, ჩვენ ვჭამდით და ანუ აი იქ იმაში რო არის გალათა პორტში. ჩვენ შენ იყავი? მე ვიყავი მანდ. ხო და აი ეს ამ გოგოებს როგორ ვეზიზღებით? აი ჩემი ფოტო რომ მიუტანოთ ძალიან ახლა თან სულ ეგენი მუშაობენ, დასვენების დღე არ ქონდათ. 4 დღე ვიყავით თუ 5 ჯერ მივედით და სულ ეგენი იყვნენ და ანუ რაღაცა დამიდეს რა, შევუკვეთა მენიუ, სადაც მე წავიკითხე ნაგეცები არის და რო დამიდეს, ჯერ ანუ ძალიან ბევრი ხალხი იყო მე იდ მუბარაქის გამო და ველოდები ჩემი ნომრით და თურმე გამზადებული ახლა გამომგლიჭა ხელი ნამფურცალი დამიგდო და აი ესე მიკეთებს თიც რა. აიღო და მე მივედი და onion rings ხედავ, როცა უნდა იყოს ნაგეცები და ვაწვდი თან შიშით, იმიტომ რომ მაგარი მაშინია ამ გოგასი. რომ მეთქი აქ ნაგეცები უნდა იყოს, რა თქმა უნდა ინგლისურად ელაპარაკობს და ესე რომ აიღო და გადმოაყირავა. ჩემი ნაგეცები და onion ring-ები, ჩემი იმაზე, პოდნოსა რაც არის whatever. ანუ ისეთი უხეში იყო, ბეზიზღებოდი. ერთხელ მეორე დღეს მივედით და ხო უნდა დახედოს რა მაქვს შეკოთილი და აი ესე მანიშნა და მე გამომართ. ანუ მართლა ტრამვირა. აღარ გადავარ მე ცუდი experience მაქვს მან. მართლა. ზუსტად 40 წუთი მალოდინეს ჩემ ორდერზე. როცა მეგობრები მელოდებოდნენ სხვა კაფეში, просто იქ საჭმელი არ იყო, მეტად დახურული იყო quick kitchen.
Popeyes ძალიან გემრიელია, ხო ამერიკაში რასაკვირველი პროგრამერია. ან მართლა არ ვიცოდი თუ ეგეთი კაი იყო. მე აი რაღაც Burger King-ის ბანძ დონეზე გავიყვანა. ერთად არიან. თურქეთში, ისე ამერიკაში არა. Okay. I'm gonna chain this thema არის რა franchises. Okay, next question you guys. Oh. What's my favorite dessert? Ყველა რო ჭამაზე არის ხომ მოწონთ. მე ჩემი ვიცი. შენი საყვარელი დესერტი? ოღონდ სულ ვაპარაკობ რა ეგ ძალიან მიყვარს. ორი ვარიანტი. ნაპოლეონი. ხმარტო ჩემო. იოტაში არ უკეთო ხოლმე? იოტაში ნაპოლეონი აქვს მარტო და მაგითო დარჩა. კაი, ვიცი რაც არის ნუშის კრუასანი. არც გახსოვდა ხო? არა, okay, ჩაგიდვლი, იმიტომ რომ that is a dessert. და დღეს ჟამეს ხოდა შარს. I fucking ორი რო თქვი ეგ არ გაიყვანა ორში? არა, ვაფშე არის ხო. აბა რა, აი ნუშის კრუასანზე აქვს ხალხო დეკეტვა. ოღონდ რატომღაც პოლის ნუშის კრუასანი მხოლოდ. მე საოცრებას აკეთებენ, აი არ ვიცი. It's worth all no that. babes. შენი რა იყო ორი გეხოთავე? გოგრის ღვეზელი. იმენ არასდროს არ მიჭამე. Pumpkin pie. შენ ვიცი რა გიჭამე. მე რა თქმა უნდა არ მი. Pumpkin pie და პანაკოტა. My god, okay, აბა ჩემი. არა, ნაყინი მართლა ყველაფერს მერჩვენია, so. არა, that is true. მაგრამ gelato. შენი საყვარელი არის? არა, gelato არ არის შენ საყვარელი დესერტი. ანუ დესერტად ითვლება ნაყინი ზოგადად და იტალიურ ჟელატოს ავირჩევდი. მართლა? Yeah. ისე გავერტყე. კი. Period. ყველაზე მეტად ეგ მიყვარს. იმიტომ რომ ის ფაქტი მინდა გავიხსენოთ, თურქეთში როგორც ახსენა, ანამ გაცებული და ცუდად რა ვიყავი, იმის ნაცვლად წასულიყო თვითონ და მომეტანა ჩემთვის სიგარეტი. არა, პირიქით, მე გამეშვა კიკი, წადიო, აი აქ არისო მაღაზია მიმასწავლა, ღამის პირველი ყო თუ რაღაც და დამაბარა მაგნუმი წამომიღეთ ანუ. მაგნუმის ნაყინი ძალიან მიყვარს, მეგობრებო. Sponsor us. Now you know. Oh. Hashtag Sponsor me. ანუ მინდა რომ ვიღაცამ დაგვიკავშირდეს და აი იმენა ანას დავასპონსორებო. წარმოგიდგენ მაგნუმს მე მიხდნენ პირადად. Იცი რა, I would take it as a fucking compliment. Fuck you. თემურჭყონია მოისმენს ამას. აი თემურჭყონია სი არის კოკაკოლა. კი. აი კოკაკოლა ზეროს ოფიციალური წარმომადგენელი შეიძლება ვიყო მე. ან და ვაფშე თუ ოდესმე საქართველოს შემოვიდა Coca-Cola Light, აი ვერცხლისფერი არის. I want to be the აუ ისე რატო არ შემოდის? I want to be the face of that. I want to be the face of that. მანდ ცოტა კალორია? არ ვიცი რა განსხვავება არის ზეროს. მაგრამ შეფუთვა Tesla. შეფუთვა არის უთესლესი. კი. შემდეგი კითხვა გაინტერესებს? კი. Let's What's my least favorite chore? ანუ რისიკეთება არ მიყვარს სახლში ყველაზე მეტად. ეხლა რომ ვაკვირდები სახლს, ეხლა ვეკითხით. ფეხსაცმელების დალაგებ ერთად გულას. Stop it. ნიუტებისთვის ადგილის მიჩენა. დედა ჩემიყვარებს ამ პოდკასტს და მე რამელის არიცი, ამიტომ კიდე ნაგვის გადაყრა. That is not even a chore. ერთი არის რომელიც მე მართლა ყველაფერზე მეძღება. დაუთავება. არა, დაუთავება მომშვიდობს. აბა მე მიყვა ვერ ვიტან დაპილასოსებას. აი, გული. მეღადავები? ყველას საშინელება I love it. ჩემთვის ყველაზე number 1, რასაც არასდროს არ მინდა რომ გავაკეთო, არის ჭურჭლის რეცხვა. I knew that. მაგრამ მე რო გაიხედე ყველაფერი თქვი და მე რო გაიხედე მე მივხვდი. რატო უპასუხა შენ პასუხს? I wanted to guess. ვერასდროს ვერ იტყოდი დაპილასოსებასო. I know. Helped you. I know. ხაშალაგე პრომეს. არა, ფერსვაფშე. Wow. დედა ჩემი ყოველ დღე ლექციას მიკითხავს, მეგობრებო, მაგრამ მე მგონი არა ყველა ესე არის. არა? დავითან დედამისი რო სტუმრობს ხოლმე სახლში, ხვდები, იმიტომ რომ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს მაგ მომენტში მიჩენილი. მეთქი იყო ხო? იცი რა, მე მიყვარს I like organized chaos. ყველაფერი ქაოტურად არის, მაგრამ ყველაფერი სად არის ვიცი. ეგრე მიყვარს ცხოვრება. Просто ის არის პატარა ბინა მაგ და მაგიტო ჩანს ეს ქაოსი. დიდ ბინაში ქაოსი ლამაზია. ვაღიაროთ. It's kind of shake. It is shake. მე მაინტერესებს და ეს ამ კითხოს არ ვიცი პასუხი. What's my favorite childhood cartoon? შენი ვიცი? What the fuck? ჯერდი არ იცი, მე თვითონ არ ვიცი ჩემი და შერანაირად. გქონდა ბავშვობა, მაინტერესებს ბავშვობიდან იმაზე იყავი ჩაციკლული თურქულ სერიალებზე. არა,
ხალ არ არის ეგ ჩემი ბრენდი. It's not about a brand. You're a human being. You're not a brand. შენი იყო ალბათ Winxy. No. აი შენ წარმომიდგენი ხარ რომ ანუ ბავშვები აზრს შორ თამაშობენ რომ ვიღაცა გოგოს თმასაც ეწავ რომ არა მე ვარ სტელაო და უყურე. ასე. აი ის რო იყო სამი გოგო რო იყვნენ. Totally Spice. ხა, Totally Spice-ში, ანუ ის წითელთმიანი რო ყოფილიყავი, ძალიან ბევრი რამე მიქნია მაგის გამო. მართლა მე მეგონა ყოველთვის ვიყობი ყოველთვის the blonde one. არა, იმიტომ რომ ერთს ვიღაცას სულ წითელთმიანობა უნდოდა და მეთქი არა მე მინდა რომ ვიყო, იმიტომ რომ მაშინ წითელთმაზე მქონდა ჩაჭარა დღემდე მაქვს მე მგონი. და აუბლისწვანით იღებავდით მას? No, have never done that. რაღაცა რებელა ბავშვი არ ყოფილვარ და ძალიან ანუ აი ხოლ დამიაკით. მე ჩემ შვილს იმენა უფლებას მივცემ რომ თმები ვარდისფრად და ლურჯად და ოღონდ აი 14 წლამდე ხვდები, მე როგორ აღარ ვხვდებათ. პირიქით არ ხდება ზოგადად. ხო და არა აი გიშტები. მე მინდა რომ დასტოინი. ხო, მე მინდა რომ ყვა გოგოში კაი იყოს, მე მინდა რომ დასტოინი. მე უკვე beachy waves. ოკეი. ხო ხდები და ის რო უშლიან, იმენა არა მე ვიქნები ძალიან დემოკრატი ლიბერალური მშობელი. Period. Are you ready for that? Period. მაგრამ ერთადერთის დავასკვნით მეგობრებო რა ანა ციგნაძე საერთოდ არ მიცნობს. Shut up. No. ანუ მეგობრობა იცი რა არის? იმ დღეს შემხვდა პოსტი რომ ჯორჯ კლუნიმა თავის childhood friends-ը ყოველს მილიონები აჩუქა თითო მილიონი რა. ეგ არის მეგობრობა ბაზარი. აი ეგ არის მეგობრობა. შენ რომ მილიონერი გახდა მაჩუქებ თუ არა მილიონს? გადააკეთე კითხოს სწორად? სწორად დავსვი. არა. You know what affects. No, შენ რომ მილიონერი გახდა მაჩუქებ თუ არა მილიონს? შენ როდესაც გახდები და თავიდან თქვია ნუ ამოვჭირე. შენ როცა გახდები მილიონერი მაჩუქებ თუ არა მილიონს? ეს გამამეორებინა ხალხო, იმიტომ რომ არა მოვჭირე ვიღადავა. კი? Lars. What the fuck? ანუ მე I'm joking. მართლა ხალხო, აი. კაცი მილიონერი თუ იყო დავფიქრობ გავშენდა აი მილიონერი ხო? არა, აი იმენა ჩაქცეული რა იყო. Like 5 billion. 1 მილიონს ესნე მოგდებ. Thank you. ანუ აი მაგრამ მაგ დროს უკვე მგონია რომ მილიონი არ არის. პროსტა არ მინდა რომ იფიქროთ რომ იმიტომ ამბობს რომ უნდა რომ კაი ადამიანი გამოჩნდეს, მაგრამ აი მართლა ძალიან მაბედნიერებს. აი დავშვათ პარკინგზე როდგანან ხალხი და ფულს რომ ისცემ რაღაც აი ეგეთი აი გუშინ მაკდონალდთან დიღომში გავაჩერეთ და პარკინგს ვინც დამხედველობს ხოლმე ეგ ადამიანი იყო და აი ძალიან მორცხოთ თან ძალიან ცუდად გავაჩერა ჩემი მეგობარმა რადგან ტარება არ იცის და სადღაც ტრაქში გავაჩერა და დატოვეო არ არისო პრობლემაო რა და მე რო გამოვედით იქიდან ანუ მე რაღაც ძალიან სენტიმენტალური ვარ მაგ ადამიანების მიმართ და მეთქი რაც გვაქვს მოხოჭათ ფული ხო უტირია კიდევაც 5 ხარიანი მივეცით და ისე გავხარდა აი რატო წოხთებით ძალიან დიდი მადლობა აი ესე გვიხადა შენთოს ვიცავარ იქვე გული თუ არ გამიჩვერდება და არ მეკონე და მივხვდი რომ აი მილიონი ადამიანი შედის და 5 ხარიანსაც არ იმეტებს ხალხი აი ეს ბოზები პროსტა და რამდენს აქვს ამ ქვეყანაში ფული აი მართლა მინდა რომ წიხლზე დავიხია ყველა აი ვღიზიანდები და აი მარტო იმიტომ მინდა ფული რა აი მეტროსთან როდგანან აი ეგეთ ხალხს რომ ისცემ და აი მართლა ვისვები ხოლმე მაგ ყოველფრით და ვიღაცებს აქვთ და როგორ შეუძლიათ რომ რაღაც ჩემს ავით ლარიანი კი არა აი 100 ლარიანი ვიღაცას მისცე და იმენა ერთი კვირი საჭმელი იყიდოს და არაკეთებენ ხო იცი რა სამბობენ თუ ეგრე მისცემოყოლსა you will never be rich ხო და what I want to be rich and I want to do that მე მგონი ისეთებიც არსებობენ ვინც გასცემ ანუ ძალიან ბევრი ფულიანი არის ჩემი აზრით ვინც ძალიან ქოლმოქმედია და გამცემია რა philanthropic Yeah, I want to be one of them. Ana Tsignadzes Foundation. I ჩემი dream ცხოვრება. მაგრამ მე მომისმენია counter argument ირო აი ამ ყველაფერს ადამიანი იმიტომ ნატრობს რომ თავისი ეგო დაიკმაყოფილოს და მაგის რაღაც წელიც არის. ბაზარი არ არის. ჩემი ეგოც ასაკმაყოფილებელია და რა თქმა უნდა ჩემთვისაც მინდა რომ ფულიანი ვიყო, მაგრამ აი ეგ მომენტი ძალიან არა ის რომ იმ ყველაფერს აკეთებ იმიტომ აკეთებ რომ შენი ეგო დაიკმაყოფილო რომ აი კი მე კარგი ადამიანი ვარ და მეკეთილი ვარ. მაგრამ იცი რა დაეგოს ბაზარი არა ეგი ფიქრს დაეყოლამ და დაეხმარენ სხვაებს Yes Yikes What about you What makes you happy ეგ იყო კითხვა არა ეს მე გამოვიგონე კითხვა ჯანმრთელობა სუზემოთაა ჩემი აზრით ყველაფერს უსწრებს Yes Period ამიტომ მეგობრებო გისურვებთ ყველას ჯანმრთელობას წარმატებას იღბალი ძალიან მნიშვნელოვანი არის ასე
მადლობა რომ გიყურეთ. მე იღბლიანი ვარ თქვი. Yes, 777. ყველამ დაგვიკომენტარეთ 777. მადლობა რომ გიყურეთ. გაკოცეთ ყველას ბევრი. სიტუ, აკო. გნახავთ შემდეგ კვირას. Bye bitches.